შვილო, ნებისმიერ შენს იდეას პატივს ვცემთ. ვერ მივხვდი დედა. ის რაც გუშინ თქვის საყვარელო, არ შეიძლება კაცამდენი ხალხის თანდასრებით უთხრა რომ შორდები. არ შეიძლება. განქორწინების სიტყვები ძალიან მძიმე სიტყვებია. ეტყვი და უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. ზეინებ, დედა საერთოდ არ გავხარ. 30 წლის განმავლობაში მამა შენისგან რა აღარ გადაიტანა, მაგრამ განქორწინება არ უხსენებია. და რა მიიღო? მამა შენმა ერთხელ თქვა რომ განქორწინება უნდა და ნედი მეც დათანხმდა. ამას რატომ ამბობ? საბუთებს ხელს არ მოვაწერდი და პრიზმანი განქორწინებას ვერ მიიღებდა. მომბეზრდა და ამიტომ გავშორდი. მაგრამ ჰალილ იბრაჰიმში რა მოგბეზრდა? ჯერ 2 წელიც არ გასულა, ვფიქრობ და ვერ ვხვდები. რა მოგბეზრდა? დედა იქნებ ჯობია ჩემზე ფიქრს მორჩე და გამზეზე ფიქრი დაიწყო. მამა სულად მიყვება. არა. შენი ძმა ამ საკითხზე სალაპარაკო წავიდა. მაგრამ რეისვანზე ვლაპარაკობთ. შუახნის ასაკის კრიზისი აქვს და მისი გამოსწორება შეუძლებელია. ღმერთმა დაწყევლოს, ჩემთვის სულ ერთია საკინე. შენსავით არ ვწყევლი მაინც. მინდა რომ ხალილ იბრაჰიმი ჩემ შემდეგ ბედნიერი იყოს. ოჯახი შექმნას, შვილები ჰყავდეს. ეს საქმიანობა მიატოვოს. მინდა რომ ბედნიერი იყოს. დედა შენის მშობიარობას რომ არ დავსწრებოდი, ვიტყოდი რომ ნედიმეს შვილი არ ხარ. იქნებ შენ მარძემ გააფუჭა საკინე. ნუ მაიძულებ ასე ესავით ვილაპარაკო. ზოგჯერ ისედაც ლაპარაკობ. ზეინებ, სტუმარი გყავს. ვინ მოვიდა ედანური? არა, შენი ქმარი. მიდი შვილო, ბიჭს ნუ ალოდინებ. რადგან გუშინ მომხდარის მიუხედავად ისე მოვიდა, გთხოვ შვილო, ყველაფერზე დათანხმდი, რასაც გეტყვის. მიდი. სად არის? წყაროსთან მიდი, იქ ნახავ. გამარჯობა. გამარჯობა. მინდა ცოტა ვილაპარაკოთ. კარგი, ვილაპარაკოთ. წყაროსკენ წავიდეთ. კარგი. გუშინ მეგონა შესაძლებლობა გვექნებოდა სადილამდე ცალკე გვესაუბრა, მაგრამ არ გამოვიდა. იმიტომ რომ მე არ მინდოდა. მოდის გიხდი. შეიძლება ამდენი ადამიანის წინაშე გაწყენინე, მაგრამ როგორმე უნდა ვაიძულო გაჩუმდნენ. ყველას უნდა რომ შევრიგდეთ, მაგრამ რა მაგრამ ზეინებ? რა მაგრამ? ვიცი ამას რატომაც აკეთებ. რამდენიმე ფოტოს გამოცხოვრებიდან, რომელსაც გიმალავდი ზეინებისთვის, რომელიც მიყვარს, ზეინებისთვის, რომლისთვისაც მზად ვარ მოვკვდე, ეს განშორების მიზეზი არ არის. მომისმინე. ვიცი გინდა რომ შვილები მყავდეს. ამაზე ძალიან ბევრი გვისაუბრია. გვინდოდა, მაგრამ დადგა დღე, როცა ცუდი რამ მოხდა. ასეთი შესაძლებლობა აღარ გვაქვს, მაგრამ რა მოხდა? ჩვენი სიყვარული დამთავრდა? მართლა ასე ფიქრობ?
ყველაფერი დასრულდა? ჩემო ზეინებ, არ მინდა შვილები. შენ მინდი ხარ. მინდა მთელი ცხოვრება შენთან ერთად გავატარო. ნიშნულობა არ აქვს, ხანგრძლივი იქნება თუ ხანმოკლე. ჩემთვის აქვს მნიშვნელობა. ამ დრომდე მეგონა რომ ყველა შენი გეგმა ჩვენზე იყო. შენზე და ჩემზე. იმ ფოტოებით კი რომელიც ახსენე, მივხვდი რომ უბრალოდ რაღაც გეგმის ნაწილი ვარ. გეგმის ნაწილი არა ზეინებ, ჩემი ნაწილი ხარ. თუ აქამდე არ ვიყავი, მაშინ გავხდები. ამ ქვეყნად ყველაზე ძალიან მიყვარხარ. სიყვარულის პრობლემა არ გვაქვს, ხალილ იბრაჰიმ. შენთან აღარ მინდა. ძადი ჩემი ცხოვრებიდან. იმის საშუალება მაინც დაგვრჩეს, რომ ერთმანეთს თვალებში შევხედოთ. ჩემთან აღარ გინდა? ხო. აღარ მინდა. მატყუებ. ჩემო ზეინებ, ასე რომ მოგვექცევი. მიიღებ ამას თუ არა? სიმართლე ასეთია. შენთან აღარ მინდა. გამზე საყვარელო, კეთილი იყო შენი მოსვლა. რა კარგია რომ მოხვედი. გმადლობ ძვირფასო. რიზვან ბეი სახლშია? კი, ვუთხარი რომ მოხვიდოდი. ისი ანერვიულდა. მართალი გითხრა ნერვიულობის ნაცვლად უნდა ეშინოდეს. რატომ? ვუთხარი რომ ხალხ მრავალ ადგილზე არ უნდა გვესადილა. ამბავი ჩემს ოჯახამდე მივიდა. მერე ჯოჯოხეთი დაიწყო. ჩემო საყვარელო, რიზვან ბეი ყველას სათანადო პასუხს გასცემს. შენი ოჯახის რომ ეშინოდეს, არ წაგიყვანდა რესტორანში, სადაც ყველამ დაგინახათ. მასთან შედი, მე კი ყავას მოგიმზადებთ და მოვალ. კარგი. ასიე. აქეთ მოდი, უნდა ვილაპარაკოთ. დედა, მე აიშე ვარ. რა ასიე, კარგად ხარ? კარგად ვარ. მე კარგად ვარ, მაგრამ შენ არა. დედა, როგორ შემაშინე? ვიფიქრე რომ გაგიჟდი. არ გავგიჟებულ ვარ. მიუხედავად ყველა ტკივილისა, ფეხზე მყარად ვდგავარ. შენ რა გჭირ შვილო, რის მიღწევას ცდილობ. გინდა შენც ისე დაასრულო როგორც დეიდა შენმა, არ ნახე, მის გვერდით არ იყავი, როცა კვდებოდა. ნუ ერევი იმ საქმეში, რომლისაც არაფერი გაგიგება. ისეთი ადამიანი შეკვდა როგორც მამა. კაცებზე და მათ მართვაზე წარმოდგენა არ გაქვს. შვილო, ეს გოგო ისევ დაპატიჟე? თვითონ მოვიდა მამა. მამა რიზვანთან ლაპარაკი უნდოდა. რა მექნა, მე თქვა არ მოხვიდე? მე თქვა ამ სახლში ვერ შემოხვალ? შეიგნეთ ბოლოს და ბოლოს, რომ უკვე ჩემთან აღარ მოდის. მეგონა რიზვანი ჰალილ იბრაჰიმის ხელით მოკვდებოდა, მაგრამ მადლობა ღმერთს სხვა მოკლავს. მადლობა ღმერთს. ნესიმ, არაფრის გაკეთება არ გაბედო. არც არაფრის გაკეთება მჭირდება ზუჰალ. რიზვანისთვის გამზეს ოჯახით საკმარისი იქნება. მამა? სასიძოს წოდების პრეტენდენტს ახალი გაუკეთე შვილო. ამისგან პრობლემას რატომ ქმნით ძვირფასო გამზე?
ეს ჩემი პრობლემაა. შენი ოჯახის ნებისმიერ წევრს სურვილის შემთხვევაში შეუძლია მოვიდეს და თავისი აზრი გამოთქვას. შემიძლია დავარწმუნო. უკვე გითხარით, მათი დარწმუნება შეუძლებელია რიზვან ბეი, უფრო მეტიც. არა, რიზვან ბეის ნუ მეძახი. მე და შენ ერთი ოჯახი გავხდებით. ჩემი ცოლი იქნები. ერთად დიდ ოჯახს შევქმნით. შენი ოჯახის ჩათვლით, რომელიც წინააღმდეგია. ამაში დარწმუნებული ვარ. ეს ცოტა ძვირი დაგიჯდებათ, ხომ იცით? ზოგიერთი რამ ფასდაუდებელია. მარტო რატომ მოვიდა? ნედავ რა მოხდა? ზეინები სად არის? არ მოვიდა? არ წამოვიდა. რა უთხარი რომ უარი გითხრა? რაც უნდა უთხრა მაინც უარზია. უთხარი რომ შვილები არ მინდა, მან კი მიპასუხა შენთან არ მინდაო. რა გითხრა? მითხრა შენთან არ მინდაო. ალბათ ასე არ გეტყოდა. ჩემი დები ხართ, მოგატყუებთ? პირდაპირ თვალებში მიყურებდა და მითხრა შენთან არ მინდაო. და საცოლეს ამიტომ გირჩევს? შვილები რომ გაგიჩინოს? რა? გეფიცები გაჩუმებას აღარც მე ვაპირებ. დავუდის ნათესავი დიდემი ხომ იცი? მერე? ქალბატონს უნდა რომ გაგირიგოს. ეს რას ნიშნავს? ვინ გითხრათ? ელიფმა ედანურს უთხრა. უკან დასახევი გზა რომ აღარ კონდეს, ადგილს დიდემს უთმობს. უკან დასახევი გზა რომ აღარ მქონდეს, არა? ამ ყველაფრის გამო ალბათ ფსიქიკა შეერყა. გაგიჟდა ხალილ იბრაჰიმ. ვერ ხვდები დაო, ვერ ხვდები, მსგავსი რამის გაგება არ მინდა. კარგი. რადგან არ ვუნდივარ? რადგან ჩემი დაბრუნება არ უნდა? გამოუსწორებელ რამეს გავაკეთებ. დედა, ხალილ იბრაჰიმი რომც გადავცე გონია ნიჰათ მარტენი, მამას გაუშვებს? დაუშვათ გამოუშვა. ამ უნამუსო საქციელი ცხოვრება როგორ უნდა გავაგრძელოთ? როგორც უგეთქვი, ვიცხოვრებთ და რა მნიშვნელობა აქვს როგორ? ან საერთოდ ვინ გაიგებს? მე მეწოდინება, დედა, მე მეწოდინება. მეწოდინება, რომ უღალატე ადამიანებს ვისთან ერთადაც ერთ გზაზე მოვდიოდი. მისმინე იავუს, უფლება არ გაქვს მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრო. საუბარი მხოლოდ მამაშენის სიცოცხლეზე რომ იყოს, დიდი ხნის წინ შევეგუებოდი. ავირჩევდი, რომ მამაშენის ბედი ასეთი ყოფილიყო, მაგრამ ცოლი გყავს და გყავს. დედა, დაუშვათ, ძმამ არავის არაფერი უთხრა და ხალილ იბრაჰიმი მის მახეში გაება. მამა გადარჩა, შემდეგ ნიხათი არ იტყვის, რომ ფიქრეთი სჯერია. დამლა მართალია. ხალილ იბრაჰიმის განადგურების შემდეგ ნიხათ მართენი ძმა ფიქრეთზე არ შეჭერდება. იავუსსაც მოკლავს. თუ საქმეში პოლიცია ჩავთავთ, შეგვიძლია თავი დავაღწიოთ. იმ ადამიანებზე საუბრობთ, რომლებსაც საერთოდ არ იცნობთ. რომელიმე პოლიციაში წავალთ და ნიხათ მართენი ვერ გაიგებს? ასე ფიქრობთ? დედა, მომისმინე. ერთი შანსი კიდევ გვაქვს. ძმა ფიქრეთს დაველაპარაკები, ხალილ იბრაჰიმს შევხვდებით, წავალთ და ნიჰათ მარტენს მოვკლავთ. და მამა შენსაც რა თქმა უნდა. აბა იქ რატომ დაიდოვა? ცოტა ხნის წინ თქვი, რომ შეგიძლია მამა გაწირო. ერთი ადამიანი, დედა. ერთი ადამიანი მოკვდება. ან ეს შანტაჟი არასდროს დამთავრდება. ერთ ადამიანზე არ შეჩერდება, შვილო. რატომ არ გესმის?
არა, მოიცადე. მე გავაღებ. ძმაო, ძმაო, შენ ხარ? იაუს. ვინმე სხვას ელოდი? არა, უბრალოდ გამიკვირდა, რომ დაგინახე. ბიძია დურსუნის სახლშია? ფიქრეთ. შემოდი. დურსონის სახლში არ არის, მაგრამ ჩვენ აქ ვართ. ბიძია დურსუნთან სალაპარაკოდ მოვედი. ძმაო, ჩემო მამაზო. კარგად ხარ? დიახ, ყველაფერი ნორმალურადაა. უბრალოდ შენი ნახვა ძალიან გამიხარდა. მეც საყვარელო, მეც. მოდი, დაჯექი. კეთილი იყო შენი მოსვლა, ფიქრეთ. გმადლობ. შეჯამრამეს, ვთხოვო მოგიმზადონ. არა, მაგრამ ყავას დავლევ. ახლავე. ლეილა, რამე მოგვიტანე ძმამ ცოდა შეჯამოს. კარგი დედა. რაღაც დაძაბულები ხართ. რა ხდება? რამე პრობლემაა? ძმაო, დამლას გამო დურსუნთან ვიჩხუბეთ. ბიძია დურსუნმა რა თქვა? როგორ შეიძლება ქორწინების გარეშე ბავშვი დაიბადოსო? ვთხოვე, ადამიანებს ძალას ნუ დაატანს. დილით გავიდა და კარი გაიბრახუნა. მართალია, ვერაფერს ვიტყვი. ზუსტად ამ საკითხზე მინდა ბიძია დურსუნს დაველაპარაკო როგორც კაცი კაცს. კარგი. მაშინ ვილაპარაკოთ. დედა, მარტო დაგტოვეთ. იავუს, ნუ თუ ფიქრებს ვასხვავებ. ორივე ჩემი შვილები ხართ. გინდათ თქვენს მომავალზე ჩემგან ფარულად ისაუბროთ? არა, რა თქმა უნდა, არაფერს გიმალავთ. დედამ დააიშემ ძალიან დამღალა. შიშობ ბავშვის გამო რაღაც ცუდი მოხდება. ეს მადარდებს. შენ დამლას უთხარი, რომ შეუძლია გააჩინოს. რა მოხდა? გადაიფიქრე? არა, არ გადამიფიქრებია. არ ვამბობ, რომ ბავშვი უნდა მოიშოროს. იმის თქმა მინდა, რომ დამლა დაზარალდება, უბრალოდ ახლა შესაფერი სიდრო არ არის. განქორწინებული რომ ვიყო, ნაკლები პრობლემა გვექნებოდა. აიშე განქორწინებაზე არ დათანხმდება. მოდი ეს ვაღიაროთ. შენზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იტყვის უარს, თუ დამლა ბავშვს გააჩენს. დედა, ძმა ფიქრეთი ამბობს, რომ აიშე მოკლავს ბავშვსაც და დამლასაც. რა თქმა უნდა, ისე მოიქეცი თითქოს არც გაგიგონია. აიშე მე არ მაღელვებს. ვერაფერს დაუშავებს. თავარია, ნედიმე ჩვენ მხარეს იყოს. მაგრამ თუ ამბობ, რომ დედა შენი დამლასაც მოკლავს და ბავშვსაც, ეს სხვა საქმეა. არა. ასე შორს ვერ წავა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მე დამკარგავს. მაგრამ ბრძოლას გააგრძელებს, სანამ არ გადაიფიქრებთ. დაბადებიდან ვიბრძვით, ფიქრეთ. მე და ნედიმე ერთმანეთს ვგავართ. ამიტომ სადღაც ნამდვილად შევთანხმდებით. გემრიელად მიირთვი. ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეს.
რა იყო ასეთი სასწრაფო რა მოხდა? ფიქრეთ ლეთო მოვიდა. უკვე დიდი ხანია იქ არის. იევოს, მამა შენს ჩემი სიტყვები გადაეცი. მაშინ შევხვდები როცა მეტყვის. გასაგებია? მართალი გითხრა რა? არაფერი. არ მინდა თქვენ შორის ჩავდგე. კარგი იევოს. როცა მამას ნახავ უთხარი რომ მასთან დალაპარაკება მინდა. კარგი ძმაო. დურსონ ბეიმ რა თქვა? არაფერი რადგან სახლში არ იყო, მაგრამ როგორც ჩანს ბიძია დურსუნი ელოდება ყველაფერი როდის ჩაწყნარდება დანარჩენი რომ მოგვიანებით მოხდეს. დეიდა ნარგისმა კი სახლიდან გააგდო რა თქმა უნდა. დურსუნ ბეი ცოლს რატომ ემორჩილება ფიქრეთ ბეი? ამის კითხვის მერიდება. ცოლი შენი შეცდომების შესახებ თუ გაიგებს ან გაშორდები ან მისი მორჩილება მოგიწევს შოთა. შენ ვერ მიხვდები. მადლობა ღმერთს ფიქრეთ ბეი. აქ რას აკეთებ? ყველას დასანახად მოდიხარ. რის გაკეთებას ცდილობთ? მიპასუხე. მინდა დავწმუნდე იევოს. ფიქრეთ ლეტო აქ რას აკეთებდა? მისი შვილის დედა ამ სახლში ცხოვრობს. რა უნდა გვექნა, ვუთხრათ არ მოვიდეს? რა გინდა მუსა? ნარგისანი, ნიათ ბეის უნდოდა რომ ვიდეო გენახათ. მაშინ თუ არ გინდა რომ რამე მოუვიდეს, დამშვიდდი და გააკეთე რაც გითხარით. იევოს, გაუშვი. მომისმინე. მამა ჩემს არაფერი უნდა მოუვიდეს. გარიგება დავდეთ. მამა ჩემს არაფერი არ უნდა მოუვიდეს მუსა. ფრჩხილები ისევ ამოუვა, თავარია გადარჩეს. ჩემი მოვალეობა თქვენი გაფრთხილება იყო თუ ფიქრეთთან და ჰალილ იბრაჰიმთან თანამშრომლობას დაიწყებთ, ყველგან ჩვენი ხალხია, გითვალთვალებენ. ნიჰათ ბეის უნდა რომ ეს იცოდეთ. ყველა დაცვით დადის ნიჰათ ბეი. ლევენტის სიკვდილის შემდეგ აუცილებელი ზომები მიიღეს. და რადგან დაცვით დადიან, ვერ მოკვდებიან თუ რა? ასე ფიქრობ? არა, უბრალოდ მინდოდა ეს გცოდნოდათ. ძმა მუსას დავაბარე, მან კი მითხრა რომ მეძახდით. სერქან, დაცვით სიარული ვერაფერს უშველით. ჯერ კიდევ გუშინ ღამით იავუზი და მამამისი გავიტაცე, თუმცა იავუზი გავუშვი, იმიტომ რომ ჰალილ იბრაჰიმი მომიყვანოს. დიახ, დავალება აქვს მიცემული. ნიჰათ ბეი, ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან. არც კი ვიცი ჰალილ იბრაჰიმს უღალატებს თუ არა. არ უღალატებდა საქმე მხოლოდ მამამისს რომ ეხებოდეს, მაგრამ მიხვდა მის მთელ ოჯახს გავანადგურებ. შენი დავალება ასეთია. თუ იავუზი შეცდომას დაუშვებს და
სხვა რამის დაგეგმვას დაიწყებს, ან თუ ჰალილ იბრაჰიმი ყველაფერს მიხვდება, მაშინვე უნდა შემატყობინო. იმიტომ რომ როცა მოვლენ, აქ მკვდარი დურსუნი იპოვონ. შეგატყობინებ. რა თქმა უნდა შეგატყობინებ. თავარია ჩემ თვალწინ იყვნენ. არაფერი გამომრჩება. თუ რამე უცნაური მოხდება, მაშინვე შევამჩნევ. ძალიან კარგი სერქან. ნიჰათ ბეი. რადგან მოვედი მინდა გკითხოთ. მამა ჩემს არაფერს უზამთ? შეგატყობინებ, როცა ჰალილ იბრაჰიმს დავიჯერ. იმავე ღამეს დავუდს თავში ტყვია სესური. იმავე ღამეს. ვესური. თქვენ მხოლოდ მითხარით. გეტყვი. არი ნერვიულ. კარგი, წადი და არ დაგავიწყდეს, შემატყობინო თუ რამეს იეჭვებ. არ დაგავიწყდეს. არ დამავიწყდება. არ დაგავიწყდეს. არ დამავიწყდება. ისევ გაბრაზებული მოდის. ვინ იცის, ვის გამო გაბრაზდა? ვნახოთ. ჩემი აზრით, ძალიან ქარიზმატულია ბიძია. მოგრძანდი ჰალილ იბრაჰიმ. მადლობ ბიძია. როგორ ხარ დედე? კარგად. შენ ჰალილ? კარგად. შვილო, მითხარი რომ საქმე გქონდა და წასვლას აპირებდი. არა, დაჯექი. ცოტა ვისაუბროთ. რამეზე გაბრაზდი? არა, კარგად ვარ. საღამოს დაკავებული ხარ დედემ? რატომ მეკითხები? ვისადილოთ თუ დაკავებული არ ხარ? არა, არანაირი გეგმა არ მაქვს. წინააღმდეგი ხომ არ ხარ შენს ნათესავთან ერთად რომ ვისადილო დავუთ? როგორ შეიძლება წინააღმდეგი ვიყო? წავალ ბიჭებს შევამოწმებ. ვერ შეგნიშნეს, რადგან ადრე მოვიდნენ. გთხოვ ჩაი და ყავა მოგვიტანო. პირველად ცხოვრებაში ბიძა ჩემს ვიღაცა მოთხრა, რომ ჩემთან ერთად ისადილებს. შენ გამო კინაღამ გული გაუჩერდა. ბიძა შენი კარგად მიცნობს. არასდროს არაფერს მალავ, ყველაფერს ვამბობ, რასაც ვფიქრობ. მეც მინდა გაგიცნო. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყოველთვის ასეთი პირდაპირი იქნები. შენ მხოლოდ მთხოვე. როგორც წესი ადამიანებს ეშინიათ და გამირბიან. შენი აზრით იმ ადამიანს ვგავა, რომელსაც შეეშინდება და გაიქცევა. რადგან გულახდილად ვსაუბრობთ, ერთ კითხვას დაგისვამ და ამის შემდეგ უკვე ერთად სადილზეც დაგდანხმდები. კითხე, რა თქმა უნდა. როგორც ვიცი, ცოლიანი ხარ. ცდები? ერთმანეთს დავშორდით. ყველაფერი დამთავრდა. კარგი, მაშინ პრობლემა არ არის. რომელ საათზე? რომელზეც გინდა. აქ ვიქნები. მაშინ მე წავალ. დროებით. დროებით. სახლი მარტოხელების ადგილად იქცა. ნახე, მე ქვრივი ვარ. დედა შენი განქორწინებული. შენც მარტო ხარ. ფიქრეთიც ცოლს დაშორდა. გაგვიმართო რომ ელიფი მარტო არ არის. ღმერთმა უკნას. ჩემი გოგონა ბულსაც კი არ აწყენინებს.
გულს მდგენ, მე ვის ვაწყენინე? ხალილ იბრაჰიმს. იძულებული ვიყავი დეიდა, თორემ არ წავიდოდა. რა მოხდა? ნაკლებად გეყვარება, რადგან წავიდა. შეიძლება. გინდა რაღაც გითხრა, შვილო. განშორება სიკვდილზე უფრო რთულია. შეიძლება ტკივილი არ ნელდება, იმიტომ რომ ვერ ხედავ იმ ადამიანს, რომელიც გარდაიცვალა, მაგრამ თანდათან ეჩვევი. მაგრამ თუ საყვარელ ადამიანს დაშორდი, ყოველი დღე მტკივნეული იქნება. ყოველ დღე იტირებ. ინანებ. დედა, ზეინებ, რიზვანბეი მოვიდა. ეს წუთია შემატყობინეს. ნედიმე სად არის? ყავას სვამს მისაღებში. რისთვის მოვიდა? დაქორწინების ნებართვა უნდა ვთხოვოს? არ ვიცი, ზეინო, წადი და გკითხე. რა ხდება? ნანობს იმის გამო, რაც ხალილ იბრაჰიმს უთხრა? არა, ამ სახლში სინანულს ყველა ძალიან გვიან იწყებს. ზეინები კიდევ დიდხანს არ ინანებს იმას, რაც გააკეთა. მეც დაგეხმარები, თებში აიღე. შვილო, ნებას მომცემ, დედა შენს ველაპარაკო. ჯერ გეტყვი, რისი თქმაც მინდოდა. მერე ისაუბრეთ. კარგი, მითხარი, შვილო. ასეთი საქციელი შეგეფერება? ერთად არ გინახივართ, ზეინებ. ასეთი მიკერძოებული დამოკიდებულება რატომ გაქვს ვერ ხვდები? მიკერძოებული? შენთვის სათქმელი ნამდვილად მაქვს. რომ ვიცოდე ჩემს წინ მჯდომს, ოდნავ მაინც შერცხვებოდა, გეტყოდი. ზეინებ, მეტყვი თუ არა? გადავიფიქრე, არ გეტყვი. გისმენ, რისი თქმა გინდა? ნედიმე, იცი რომ ახალი ოჯახის შექმნა მინდა და მინდა ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს. ამიტომ პირდაპირ გეტყვით. თქვენ რას ფიქრობთ? რაზე? ჩემი სახლია. სახლი შენია? ხო იცი, ეს სახლი ჩემთვის განსაკუთრებულია. მინდა მე და გამზემ აქ ვიცხოვროთ, მაგრამ არ მინდა დაგაჩქაროთ. ანუ სანამ ახალ სახლს მოძებნით, შეგიძლიათ საზაფხულო სახლში იცხოვროთ. ან ჩემი ქალიშვილი ხალილ იბრაჰიმს შეურიგდება და მასთან ერთად იცხოვრებთ. მინდოდა უბრალოდ ეს გამეგო. თქვენ რას აპირებდით? შეწუხებულ ხარ. აქ მოსვლა საჭირო არ იყო, რომ ეს გეკითხა. ამ სახლში საქორწინო გაბით შემოვედი და მხოლოდ სავანით გავალ. ნედიმე, ნუ გაართულებ. ამ უზარმაზარ სახლში მარტომ რა უნდა გააკეთოთ? უკაცრავად, მაგრამ შენ რა უნდა აკეთო ამ უზარმაზარ სახლში ერთ ქალთან ერთად? უამრავი შვილის გაჩენას ვაპირებთ, ზეინებ. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ის ბავშვები თქვენზე ბევრად ერთგულები აღმოჩნდებიან, ან ჩემთვის ისიც საკმარისი იქნება, მამას თუ პატივს სცემენ. რიზვან, უკვე ყველაფერი გითხარი. ამ სახლიდან ვერანაირი ძალა ვერ გამიყვანს. არ წავალ. ნედიმე, ცოლს ხელს მოვკიდებ და ამ სახლში საცხოვრებლად მოვალ. მერე რომ სირცხვილს ადგილი არ ჰქონდეს.
სირცხვილს ადგილი არ ქონდეს, ისედაც საკმარისად შერცხვი. და ამ ყველაფერთან ერთად ახლა გინდა სახლიდან გაგვასახლო. ესე იგი არ გაგიჭირდება, ჩემს სახლში მოიყვანო ის ნაგავი, ვისაც ქორწინდები. ასეა? ერთი წუთით, მეტი პატივისცემა გამოიჩინე. ტკბილი სიტყვით მოვედი, ყველაფერი გითხარით, დანარჩენი კი უკვე თქვენზეა. მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს. ამას იმიტომ აკეთებ, რომ ჩვენზე შური იძიო? საწავიდა შენი ქმარი. ყავა მოვუმზადე. რომელი ქმარი საქინი ღვთისგულისთვის მიწაშიც წასულა. აბა, რატომ მოვიდა? უნდა რომ ამ სახლში გამზესთან ერთად იცხოვროს. და თქვენ რას იზამთ? რას ნიშნავს რას ვიზამთ? ჩვენ წავალ და შენ დარჩები? არსად არ წავალ, სანამ რიზვანის სევდიან დასასრულს არ ვნახავ. ღმერთო ჩემო. ზეინებ. იცნობ იმ ნაგავს, რომელიც ცოლად მოყავს? ვიცნობ, მაგრამ ურთიერთობა არ გვაქვს. კარგი. დაუკავშირდი. უთხარი მოვიდეც. ვილაპარაკოთ, სანამ სკანდალი არ ატყდა. თუ ადეკვატურია, არ ისურვებს ისეთი მტერი გაიჩინოს, როგორიც მე ვარ. საკუთარი ოჯახის წინააღმდეგ წავიდე და შენი შეეშინდება, ნედიმე? შენ საიდან იცი? მე ყველაფერი ვიცი. თუ მაგ გოგონას ნომერი გინდათ, შემიძლია გავიგო. შიგნით შედით. მიდით, შედით. გამარჯობა იავოს. გამარჯობა ბიძიანესი. მამა შენი აქ არის? სასტუმროშია. იქედან მოვედი შვილო, რა სასტუმრო? დედა მასე მითხრა. დედა, მამა სასტუმროში არ არის. ასე არ მითხარი? ნესიმ, კეთილი იყო შენი მოსვლა, შემოდი. შენს ქმარს ჩემი ნახვა არ უნდა? რა ხდება ნარგის? ეს შესაძლებელია? რატომ არ უნდა უნდოდეს? უკვე ამდენი წელია მეგობრები ხართ. დაჯექი. დილიდან ვურეკავ და არ მპასუხობს. რა ხდება ბიძიანესი? საქმე რიზვანშია. ჩემთვის სულ ერთია, მაგრამ რიზვანმა თვითმკვლელობა გადაწყვიტა. დურსუნთან სალაპარაკოდ მოვედი, იქნებ მან მაინც შეაჩეროს. რას ნიშნავს თვითმკვლელობა გადაწყვიტა? ისე ნუ იქცევი თითქოს არაფერი იცი ნარგის. გამზეს შესახებ ხომ იცი არა? კი, ვიცით. ეს აიშეს ნემოქმედარია. ბოდიში, მაგრამ შენი ქალიშვილი სულ უფრო და უფრო მეც სისულელეს აკეთებს იმის გამო, რომ ფიქრეთან მომხდარი ვერ გადახარშა. დავიფიცე, რომ აიშესა და დამლას სიტუაციაში არ ჩავერეოდი, მაგრამ რიზვანის ამბავი უკვე სირცხვილია. დურსუნს დაურეკე, მოვიდეს, დავილაპარაკოთ. იავუს, შეგიძლია მარტო დაგდოვო. რა თქმა უნდა, ახლავე. რა ხდება ნარგის? უკვე ზრდასრული კაცია, რა არ უნდა მოისმინოს? ჩვენმა სასტუმროში ისევ რაღაც დააშავა. ვიჩხუბეთ და წავიდა. არ ვიცით სად არის. თქვენ ჩხუბთან მე რა შუაში ვარ. პირველი არ არის და არც უკანასკნელი იქნება. ჩემს ზარებს რატომ არ პასუხობს? არ ვიცი, ნესიმ. შეგიძლია თვითონ მკითხო, როცა ნახავ.